წავიდა ეს ხალხი მითხარი სად მიდიან? რატო არ გეწერებათ? რატო მიდიან ეს ხალხი? მოვიდნენ ხმაური და დაპირისპირება იყო შეპესე სუპერმარკეტის ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა ბაზარში ახალი მფლობელი შეპესე ლონდასტეს წარმომადგენელი არ შეუშვეს. საქმე ეხება 544 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს, რომელიც ზუგდიდის მერიამ იჯარის სახით 5 წლის ვადით გაასხვისა. თითოეული პიროვნება, რომელიც მუშაობდა თავის ადგილზე, ჩვეულებრივად იმუშავებს, გადასახადები არ დაემატება, ელექტროენერგია, ესე იგი დაცვის პოლიცია, მომსახურება ეს არის ჩვენი ფირმის, რომელსაც ჩვენ გავუწევთ მომსახურებას და პირიქით, გვინდა ხალხს ამოუდგეთ გვერდით. ჯერჯერობით გაურკვეველია ყველაფერი და მე რა ვიცი, აქ მე არავის არ წინააღმდეგობას არ უწევ და არც არავის არაფერს არ ვეუბნებ. როცა მე მომივა ოფიციალური წერილი, რომ მე ამდენი მაქვს გადასახდელი, ვისგანაც მომივა, ზედმეტი თუ მომივა, მაშინ მოვუწყო ყველას ხელისუფლებას, მაგრამ მანამდე მე არ ვიცი რა ხდება. დირექცია მიცის და გაარჩიონ იქ კანონიერად რომელიც არის. მე არ ვიცი შვილო, მე ახლა მოვედი, რა ჩემი საქმეა კაცო. ჩვენ ვცნობთ მანანას, მეც არ ვცნობ ჩვენ. აი ეს არის ჩვენი სიტყვა. ყოველდღიური ბანკები რამდენი გვაქვს ჩვენ არ ვიცი. გადაიხადოს თავრობამ ჩვენი საფასურები და ეს მისცა თვითონ წაიღოს სახლში. ბაზის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არ მიუღიათ. იმ მიზეზით, რომ მოვაჭრეებს გადასახადს ვერ გაუზრდიდნენ. შეპესე ცენტრალური სუპერმარკეტის დირექტორი აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთზე პრეტენზია არ გააჩნია გარდა იმ კონსტრუქციისა, რომელიც ამ ტერიტორიაზე დგას. მერიამ გაასხვიცა ეს მიწა, ხო? ტენდერზე გაიტანა. არა მაგ მიწასთან არავითარ პრეტენზია, ჩემი გაკეთებული კონსტრუქციაა. გამიგე ჩემი თანხით აშენებული. აუხსნი კონსტრუქცია წავიღებ სადმე დავდგამ კიდევ რაღაცა. მე სხვა პრეტენზია არ მაქვს. ერთადერთი კონსტრუქცია უნდა ავიღო, ბეტონი დავასხი. ჩვენ პრეტენზია არ ქონდა, არანაირი. ამ კონსტრუქციას ხო გაძლევენ, არ გვაძლევენ, ხელი არ მოგიდეთო. ვიღაცეები, რა ვიცი ვინ. მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯიმშერ შეროზია აცხადებს, რომ მერიამ კანონიერად დაისაკუთრა მიწის ნაკვეთი ბაზრის ტერიტორიაზე, რომლის მფლობელსაც ვალდებულება აქვს ბიუჯეტში ყოველწლიურად 67,000 ლარი შეიტანოს. ხოლო რაც შეეხება კონსტრუქციას, შეროზიას განმარტებით ის მერიის საკუთრება არ არის. ჩვენი საკუთრება არის მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ასე ვთქვათ. რაც შეეხება კონსტრუქციების და დანარჩენ ინვენტარს, ეგ შესაძლებელია ასეც იყოს. ეს გასარკვევი თემაა და ეს უფრო დეტალებში არის შესაძლებელი. ჩვენ კონკრეტულად მიწის ნაკვეთზე, შიგნით არსებულ 552 კვადრატზე გამოაცხადეთ საიჯარო კონკურსი. შეპესე ლონდასტემ ტერიტორიის 5 წლის სარგებლობის უფლება 2014 წლის დეკემბერში აუქციონის წესით მიიღო.